მოგესალმებით საყვარელო მაყურებლებო, გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეხლა გვექნება გაშლა ორ ვარიანტზე, რას ფიქრობთ თქვენზე ბოლოს? პირველი და მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ? დამშვიდით, დააპაუზეთ, ვინც ვერ ასწრებთ, კონცენტრაცია გააკეთეთ საკუთარ თავზე და იმ ადამიანზე და დავიწყოთ. რა ენერგიებში ხართ თქვენ? თქვენ ეხლა ვერ ვიტყვი რაღაც ძალიან ცუდად ხართ. რაღაცა თქვენი რაღაცებით ტკბებით, არ ვიცი, თავს ცუდად არ გრძნობთ. რაღაცა სიახლე დაიწყეთ უკვე და ამით ხართ კმაყოფილი. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ფინანსურ სფეროსთან, ასევე პირად ურთიერთობასთანაც. რაღაც გადაწყვეტილება მიიღეთ და არა, ეს პირადი ურთიერთობაა, მაგრამ დეპრესიული ფონი გაქვთ. ძალიან ცვალებად გრძნობთ თავს. თუ დაცილებულები ხართ, ხან თითქოს გიხარიათ, რა კარგია მოვიშორე, ხან ნერვიულობას იწყებთ. და თუ არ ხართ დაცილებულები, მაშინ მაინც ცვალებადობა აქვს. ხანდახან გიდათ გაექცეთ ყველაფერს, მაგრამ მაინც ელოდებით, რომ რაღაცა შანსი იქნება, რომ ყველაფერი გამოსწორდეს. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი რა ენერგიებშია. აქ მასთან ვიღაცა ქალბატონთან აქვს დასრულებული ურთიერთობა. შეიძლება იყოს ეს ყოფილი. ან შეიძლება დაწყებული არც არაფერი იყო და ეს იყო რაღაცა ფიქრების დონეზე, მაგრამ აქ რაღაცა ჩაიშალა ყველაფერი. არ გამოვიდა. ხო, შეიძლება ბლოკებშიც არის ახლა. ვნახოთ თქვენ შორის რა ხდება ახლა. თქვენ შორის რა ენერგიებია, ცივი ენერგიები აქვს. რომც არ იყო დაცილებულები, თითქოს ბეწვზე კიდია ყველაფერი ისე ხართ. თითქოს ორივე რაღაცას აკეთებთ ამისთვის, რაღაც შანსებს ეძებთ. მაგრამ თქვენ უფრო დამიწებული ხართ და თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი უფრო აქტიურია. ზოგადად შეიძლება ეგრე იყო ურთიერთობაში. თქვენ შორის აქან დასასრულია, ან სხვა ქალი. ბევრთან გათამაშდება, რომ სხვა ქალი, შეიძლება ეს იყოს მიწისტიქია ქალი, ან სტაბილური პარტნიორი თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის. ნახოთ ახლა რას ფიქრობთ თქვენზე ბოლოს. ფიქრობთ, რომ რაღაცა უნდა მოიმოქმედოს, მაგრამ არ იცის როგორ, ჩამოკიდებულ პოზიციაშია, იმიტომ რომ მისთვის რაღაცა ინფორმაცია არის ახლა ანუ არ იცის რაღაცები თქვენზე. შესაძლოა აქ ზოგადად არც იცის როგორ მოიქცეს და შეიძლება თქვენც რაღაც ჩაკეტილი იყოთ მისგან და თქვენი რეაქცია იყოს მისთვის ახლა გაუგებარი. უნდა რომ სწორად მოიქცეს, რას ფიქრობთ თქვენზე კიდე, რომ თქვენ ჩაკეტილი ხართ ახლა მისგან, შესაძლოა წახვედით, ან შეიძლება ფიზიკურად შეიძლება წახვედით, შეიძლება სადღაც წასვლას აპირებთ, ზოგადად სხვა ქვეყანაში გადასვლა, სხვა ქალაქის, ან ეს მისგან წასვლაზე ფიქრობს. სასწაული მიზიდულობა აქვს თქვენს მიმართ და ამის გამო აქვს გული გადახილი. რას ფიქრობთ კიდევ? რომ უნდა დამშვიდდეს. აფორია, ძალიან ფორი აქვს. უნდა დამშვიდდეს და ანუ ოცნებობს იმაზე, რომ დამშვიდდეს და დასრულდეს ეს მისი წამება. თქვენ მისთვის, ну, გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. მოდით, ორი არკანით. ქმედებებიც ვნახოთ. იქნება აქ რაღაცა ტყუილი, რაღაცა манипуляция. ქმედებებს ვინც ელოდებით იქნება, მაგრამ არ იქნება მთლად ალალი ეს ადამიანი თქვენთან, ასე ვთქვათ. რაღაცა ხრიკებს მიმართავს, რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი. რომ თავი იშნოს ისევ იმპერატორად, რომ შანსი მიეცეს. ამ ადამიანს უნდა თქვენთან. კი, არის ბევრი გადაყოლებები, ხა სიღრმისეულად ვერ ჩაუღრმავდები, ხა 5 წუთში
პირადი გაშლებისთვის მომართეთ კომენტარში მითითებულ ნომერზე, სადაც გავაკეთებთ ღრმა განხილვას. ეს ვარიანტი კი გამოგვივიდა ასეთი. მეორე ვარიანტი. რა ენერგიებში ხართ თქვენ? თქვენ ახლა სულიერად გამოცლილი ხართ. კრიზისი გაქვთ, შეიძლება ფინანსური, შეიძლება სულიერი, ან ზოგადად მოსუსტებულ ენერგიებში ხართ. რაღაცა დასრულდა თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა ეტაპი და არ აქვს მნიშვნელობა ამ ადამიანთან იქნებით თუ არ იქნებით, ზოგადად სხვა ეტაპზე გადადიხართ. უფრო თვითდაჯერებული და დამოუკიდებელი გახდით. რაღაცისთვის ემზადებით, აი თითქოს უკვე სტარტი აღებული გაქვთ და კიდევ რაიმე გული გაქვთ გატეხილი, არჩევანში ხართ. რის შორის ირჩევთ? ირჩევთ აქ წარსულ სცენარში დარჩეთ თუ გაძლიერდით. თუ წარსულ სცენარში დარჩებით რა იქნება? არაფერი. ბალანსი და ამ შემთხვევაში ეს არის რაღაცა ნეიტრალური პოზიცია, არც აქეთ, არც იქით. თუ გაძლიერებ, აქ ახალი შანსები გეძლევათ, არ ვიცი. ნახოთ ახლა რა ენერგიებშია თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი. მოლოდინშია, არ უნდა ძველი სცენარების გაშვება. და რა იყო მის სცენარში? ზედმეტად რომანტიული და თითქოს თავის ემოციებს იქ აფრქვევდა, სადაც საჭირო იყო და იმათთან ვისთანაც საჭირო არ იყო თითქოს და არ უნდა ამის გაშვება. უსამართლოდ იქცეოდა, მანიპულატორობდა, ორმაგი თამაში. აქ არის ადამიანი ორმაგი ფსკერით და ამით თავის თავს და სხვებსაც აგდებდა გაურკვევლობაში და დეპრესიაში. ნახოთ ახლა თქვენ შორის რა ხდება. თქვენ შორის რა ენერგიებია. ეს ის ენერგიები, რომელიც თქვენ ორივეს გეხებათ. გაურკვევლობა, ორვენი ხართ გაურკვევლობაში. მზემ თუ არა? ორი ღბენი ხართ, ცოტა ეგოისტები და ცოტა ყველაფერს არ ამბობთ, რასაც ფიქრობთ. ანუ ერთმანეთის მიმართ. აქ შეიძლება როგორი სცენარი გათამაშდეს კიდევ იცით? ანუ მე ჯერ არ ვეტყვი, ჯერ იმან მითხრას, ან ჯერ მე არ გავაკეთებ, ჯერ იმან თქვას. აქ ძალიან საინტერესოა, უნდა ვიკითხო, ვინ ხართ საერთოდ მისთვის. ვინც მიცა ენერგია და წაართვა. ვინც აგზნობინა თავი მეფეთ და შემდეგ მოკლა. არ ვიცი აქ რა გავუკეთეთ საწყოდ. ნახოთ, რას ფიქრობდა თქვენზე ბოლოს, მისი ბოლო ფიქრები თქვენზე. უნდა დაიძრას თქვენსკენ. აქ ვიღაცებთან მანძილი გათამაშდება, უნდა რომ ეს მანძილი დაძლიოს. ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასე და მენტალური და ფსიქოლოგიური მანძილი. ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ ახლა ცივი, რაციონალური და გაბრაზებული მასზე და შეგიძლიათ თავი წააცალოთ. კიდე რას ფიქრობდა? რომ უნდა გაანულოს ყველაფერი. ეს რა არის? სხვა შორის ოცნებობს რაღაცეებს თქვენთან მიმართებაში. სტაბილური ურთიერთობა უნდა თქვენთან, მაგრამ დაბრკოლებათ აქ ან ვიღაცის ოჯახი ამოდის, რის გამოც ახლა დაპაუზებულია. ოჯახი არ არის აუცილებელი იყოს საკუთარი ოჯახში, შეიძლება იყოს დედმამა, ნათესავები და ანუ ასე შემდეგ. ანუ ოჯახი, სადაც იმყოფებით ახლა თქვენ ან ის. ან შეიძლება აქ თქვენ გქონდათ სხვა მოთხოვნილებები და ამის გამო, ანუ რაღაც უფრო სერიოზულზე გქონდათ პრეტენზია და ამის გამო რაღაცნაირად დაპაუზდა. იმიტომ რომ ადამიანი აქვს ცოტა ინფანტილური და ცოტა რაღაც მსუბუქი გაგებების არის, ასე ვთქვათ. თქვენ ალბათ უფრო მეტი გინდოდეთ და ძალიანაც კარგი. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. პირადი გაშლებისთვის მომართეთ აღწერილობაში მითითებულ ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე. ვისაც არ აქვთ არხი გამოწერით, გამომიწერეთ. დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არხის წინსვლისთვის. თქვენთვის რთული არ არის, ჩემთვის კი სასიამოვნო და სასარგებლოა. და ასევე ეს არის ერთგვარი მადლობა თქვენ ჩემი გაწეული შრომისთვის. ბედნიერი დღე ყველას.